გამარჯობა, მე ვარ მაო, დღეს არის 1 მარტი და დღეს მოვაწყობთ პატარა აუთდორ გასვლას და გავაკეთებთ ჩილი კონ კარნეს. სწორედ თქვი ხო? ამისათვის დაგვჭირდება რა თქმა უნდა სხვადასხვა ინგრედიენტები, რის ჩამოსვლასაც ახლა ფიზიკურად ვერ შევძლებ და ეტაპობრივად გავივლით ყველა საჭირო საკითხს, რაც ამ კერძის მომზადებას დასჭირდება. პირველი სტანდარტულად რასაც ვაკეთებთ და რაც ძალიან მიყვარს, ეს არის ხახვის დაჭრა. ოღონდ ხახვის ვჭრით შედარებით წვრილად და მოდი დავიწყოთ. დავიწყოთ ახლა ამ ხახვის ჩემი ვოდკა დავიშვიო. ეგენის ჩართე ხოლმე პრიკოლებში რომ დადის. დავიწყოთ ახლა ამ ხახვის წვრილად დაჭრა. ახლა გავაგრძელოთ ნივრის დაჭრა. ამ ნიორსაც ჩვეულებრივად ვჭრით მაქსიმალურად წვრილად. ძალიან არ მიყვარს ხოლმე ამის კეთება, არც ისე სასიამოვნო პროცესი არის ჩემთვის სიცივეში. ნივრის დაქუც მაცება. იმიტომ რომ ხელები ისეც გაყინული მაქვს ხოლმე და ძლივს ვამოძრავებ. ნიორის ჭრაც დავასრულეთ, ახლა დავიჭრათ წვრილად ბულგარული. ჯერ გამოვაცალოთ. მოკლედ, ეს ჩვენი ნაწილი ბოსტნეულების თითქმის არა დავჭერით. ეხა უშუალოდ გადავიდეთ სუნელების შეზავებაზე. და პირველი ვიწყებთ, რა თქმა უნდა, ძირათი და ძირას რას უშვებით ახლა ჩვენ. ანუ პირდაპირ ესე საკვებში და კერძში არ ვურევთ რა. მამალი. პირველი რასაც ვაკეთებთ არის ის, რომ ამ ძირას ვხალავთ და ვისთვის ვაკეთებთ ახლა ამ ყოველივეს. პირველი არის ის, რომ სურნელოვანი ხდება მეტად, მეორე არის ის, რომ გემო უფრო ღრმავდება კერძის და მესამე არის ის, რომ უფრო მარტივად იზილება. ინაყება უფრო სწორედ იზილება არა. და ახლა რას ვაკეთებთ? ჩვენ გვინდა 2 სუფრის ყოფზი. ძირა ესე ჩავაყაროთ, ესეც ჩვენი აქ არის კამერა. ოპა. ესეც ჩვენი ძირა. ესე ცოტას დავუმატებ ხა მე რამენაირად და გადავდივართ ახლა ცეცხლთან, რომ მოვხალოთ ეს აქეთ დავდოთ. წავედით. ეხლა რას ვაკეთებთ? მოიცა ეხა ვყრით ამ ჩვენ ძირას ტაფაზე და რა თქმა უნდა ცეცხლთან ერთად ესე ვხალავთ. ოდნავ რომ გამოგდეს. ანუ ძალიანაც არ მიუშვათ ეხა რა. რო არ დაგეწვათ. და ესე აკონტროლეთ. მოკლედ ეს ჩვენი ძირა ასე თუ ისე მოიხალა, გადმოვყაროთ ახლა პატარა ჯამში. გაცივდეს დაველოდოთ, მატოთ ქინძის მარცვლები და ესეც ანალოგიურად მოვხალოთ. ესე როგორ ჩასმოდი ლოკონდეს, აი ძველებურად ვერცად ხომ ტყავი უნდა კონდეს, შემოწუხრის ტყავი, შემორტყმული, თავზე რაღაცა უნდა კონდეს ესე წამოკრული. თაში ხო არ გადავცხოვრდე? არა, მაგრამ ხო უნდა რეალობას ხო უნდა დავუდგე. რეალობა არის ეხა სალაშქრე ტანსაცმელი მაცვია და მაგით გავდივარ. ზე უნდა კონდეს, ყველი უნდა ამოყავდეს. ო, აბა.
ოჰო, ხელები კი დამეწვა. ვაიმე, ხელები გამეწვა. მოკლედ ეხლა რა ხდება? მოვჩით იდეაში ამის მოხალვას. ეხლა ვაყრეთ ძირას, რომელსაც დავნაყავთ. ოღონდ ანუ ესი არ დავარტყავთ რა გვერდულად. მოურავთ. დავნაყეთ ეს ჩვენი ძირა, დავყრით ეხა. მთლად იდეალური დანაყული არ არის. და ეხა ვიწყებთ ქინძის ნაყვას. გაგლახავ. ეს უნდა გაუშვეს. დაგნოსავ. იმდენი შენ არა გითხრა ქორწები. არა მე მიყვარს. და მე თუ ბალახს თივავ. დაიჭირე. აი შენ ახლა გინდა რომ შენი საქმე გავაკეთო, ხო? არა, შენი საქმე მოსოფიდი არ არის, თორსა წელი დაიჭირე ესა და გაიარე. კაი. მგონი ჩემი პროდიუსერი უნდა იყოს კახა. იდეები მაწუხებს გენიალური. შემორჩა ესეც. დამთავრდა მოკლედ მანამდე. გვადალახარა. ექსაი რომელი სერიალიდან მოიტანა? Guadalupe. ხო, გვადელუპე, ხო. იზაურა. გაგვიმარჯოს მოკლედ მეგობრებო. ზაურა და იზაურა. ზაურა და იზაურა აგერ. ცოტა ცივა და ვწვევით ეს. ჩაწერე ეგაც ვიდეო გადაიღე, ჩაწერე. რისი? გამარჯობა. გამარჯობა. ესეც ჩავამატოთ. და ახლა რა ხდება? ეხა ვამატებთ ცოტა პაპრიკას, ოღონდ ეს არის შებოლილი პაპრიკა. 1 კოვზი გავუკეთოთ შებოლილი პაპრიკა. და 1 კოვზი გავუკეთოთ ჩვეულებრივი პაპრიკა ეხა. ეს. ამავდროულად ვუკეთებთ ამის სახელი დამავიწყდა რა იყო. კაიენის წიწაკას, რომელიც ძალიან გამიხარდა, რომ ვნახე, იმიტომ რომ მეგონა რომ აქ ჩვენთან არ იყიდებოდა უბრალოდ. აუ, ეს ცოტა ბევრი მომივიდა, ამდენიც არ გვინდა, მაგრამ ცოტა გადავყრე, იმიტომ რომ ბავშვებმა უნდა ჭამონ. კაი, ესეც ასე. და რაც მთავარია ეხა არ გამოვტოვოთ ბატონი ორეგანო, ოღონდ ეწერა რეცეპტში რომ აუცილებელი ყოფილიყო ორეგანო, ოღონდ მექსიკური, მაგრამ ეხა მექსიკურ ორეგანოს მე აქ სავარაუდოდ ერთ დღეში ვერ ვნახავდი, ამიტომ გავუკეთოთ მოდი ჩვეულებრივი. და ეს ჩვეულებრივი იყოს დაახლოებით 2 კოვზი გამოვიდა რა. ეხა ეს სუნელების მასა, რამე ხო არ გამომრჩა, ჩვეულებრივი პაპრიკა გავუკეთე, ყველაფერი იდეაში გავუკეთე, შებოლილიც. მოკლედ, მანამ სანამ ამ საჭმლის გაკეთებას დავიწყებთ, ცოტა შებოლილი პამიდორი გვინდა, ამიტომ ესე ფოლგაში შევახვევთ და ნაკვერცხელში გავუშვებთ, რომ თავისი არომატი მისცეს. ხალხი ეს. ოპა. და მანამდე მოდი დავდოთ ეს ჩვენი ქვაბი ცეცხლზე და ცოტა გავახუროთ. დავიწყოთ, მოდი ახლა ამ კერძის გაკეთება რა. ჩაუშვათ ცოტა ზეთი და დაველოდოთ ცოტა რომ გახურდეს ეს ზეთი. ნუ ეს ქვაბიც იდეაში ცხელი არის.
ამის შემდეგ რას ვაკეთებთ ახლა? ეს ცოტა ნევა ავიღებ. ამ ჩვენ პატარა ბოსტნეულის დაფას ავიღებთ. ამავდროულად ავიღებთ ჩასაყრელსაც და უკვე ვიწყებთ. ვაყრით ხახვის. მებოლება თვალები გიჟივით. აჰა. ამოურიოთ ახლა ამ ხახვის. დავამატოთ მოდი მცირეოდენი მარილი უშუალოდ ამ ხახვის. ეგ არის. ამოურიოთ. დავუმატოთ ნიორიც. ოპა. ამოურიოთ. და ცოტა ხანში დავუმატოთ წითელი ბულგარული. ეს დავუმატოთ ახლა ცოტა ბულგარული და მწვანე წიწაკა. ცოტა არა ბევრი. ამოურიოთ. ეხა შეგვიძლია რომ ჩავუმატოთ ცოტა ჰალაპენიო, ოღონდ ცოცხალი მინდოდა და სამწუხაროდ ვერ ვნახე ცოცხალი. ასე რომ დაკონსერვებულს ავზელთ. ესე. ეხა ჩვენ გვჭირდება შებოლილი ტომატ პასტა. ასე რომ პომიდორი ნაკვერჩხალზე შევწვი, ასე ვთქვათ. და ვიმედოვნებ, რომ თავისი არომატიც ექნება. ესე და ამას შევურევ უშუალოდ საკვებს. და მოდი დავჭრათ. პროსტა ძალიან ცხელი იქნება. და ეხა რას ვაკეთებთ? ეხა ეს სუნელები რაც სიდიაში შეურიეთ ერთმანეთს ვაყრით ამ მასას. და რა თქმა უნდა ვურავთ. უმატოთ მოდი ამ მასას ტომატ პასტაც. და ამოურიოთ. არში აქ და ჩავჭლიტოთ. ესე. ძირი დაგვეწვა ახლა, იმიტომ რომ ცოტა ცხიმი დაგვაკლდა, ასე რომ ამასაც დავუმატებთ. ოპა. ბიო და ამოურიოთ. სტრანი რაღაც გამოდის, არა? ვუმატებთ შებოლილ პომიდორს. ეს. თავარია ეს ჩანდეს. ოპა. ვუმატებთ საქონლის ბულიონს. ახლა ჩვენ კერცს და მაქსიმუმ 30 წუთის განმავლობაში ველოდებით, რომ დაბალ ცეცხლზე
კარგად მოიხარშოს და მომზადდეს, გამზადდეს ეს საკვები და იდეალური კერძიც. მოკლედ, ჩვენი კერძი თითქმის მზად არის, ეხა ბოლოს კახა განა გაიჭერი? არა უშავს. არა უშავს. ბროზა, ეს ხატავიკი მომე. ხატავიკი. აუ, ისდეც, იმედია სისხლით არ დავიცლები, ხო? სისხლით არა იმედი დაიცლე. აბა, იმას გახედე. არაფერი არ არის. ნერვიულ. არ ნერვიულ კიდე ეგაც. მარა ძალიან მწარედ კი ჩავიჭერი. მოკლედ, აი ეს დებილივით რომ ვიყურებოდი და ვჭრიდი ამ ხალხს, წავიჭერე ხელი. კახა კი მეუბნება რომ არაფერი არ არისო, მაგრამ მე ვგრძნობ რომ არის, იმიტომ რომ რა მткиვა ბიჭო გეუბნები, სისხლი გამდის. რა მოხდა, კაცო? რა მოხდა და იქნევ მათქეს გა. ჩხილიც გადავიჭერი. მე დავჭერი მათ. არ მინდა ესე. მეორე თითი ჩაიჭრა, აბა ნახე. აი ესე ვჭრი. აი თუ ნახე რომ თითიგდია, ესე კი შენ მოიჭერი. ბრჩხილი მაქვს ზღვაზე გადაჭრილი თქო გეუბნები. არ გამოვაჩენთ ახლა. საჭმელს აკეთებ, ვერც იგივე. ნამდვილად. პირიქით გემბრიელი იქნება. ვაი, ხო და აი ესე დავჭრით ახლა ინვალიდურად ამ ჩვენ იმას რა ქვია ხავს. კიდევ კაი ბოლოში გავედით ბიჭო, ხა? საჭმელს ხა რას ვაკეთებთ? ვჭრით, ვცდილობთ რომ დავჭრათ. კინძი. ოღონდ ესე რაღაცა. ჯანდაბა. ბოდიშს გიხდით. აი ამ კვამლის გამო. და ვეცდები რომ მაქსიმალურად წვრილად აქეთ თუ ჩამოვა კამერა უფრო დაინახავთ. დავჭრა ეს ჩვენი კინძი. კაროჩე ამ კერძს ექნება სპეც ინგრედიენტი რა. რომელიც არ ეცოდინება კახა არავის ჩემსა და შენ გარდა. ბიჭო, მისაკერებელი ხო არა მაქვს? მისაკერებელი არა, ისა იმპლანტაცია უნდა გაიგიგოს, ხუთი თითი უნდა გადმოგინე. მოკლედ ეს კერძი უკვე მზად არის, ეხა ერთადერთი რაც დაგვრჩა არის სერვირება. გადმოვიღოთ ეხა თეფშზე. так. ესე. ეხა დაუმატოთ მწვანე ხახვი. დაუმატოთ ჩედარი, რომელიც არ არის ისე დაჭრილი იდეაში, როგორც უნდა იყოს, მაგრამ მეპატიება სავარაუდოდ. ლაიმი აუცილებლად და იმედია კიდე ერთიც ამის ჭრაში არ მივითვლი. ესე მიულაგოთ. და რა თქმა უნდა თუ გავხსენიოთ ატივცემული დორითოსები და მოდი ერთად ოღონდ ისე არა რომ მარტო მე დავაგემოვნებ ჩემთან ერთად ბატონი კახაბერიც შეჭამს და იტყვის როგორი გამოვიდა ხო თავარი დამავიწყდა ამ ყოველივეს ზევიდან უკეთებთ არაჟანს ოპა ას ოპა კარჩ კახა იქ რაში ბატარეას არაფერი არ ჭირს ჩაირთო ყველაფერი ოკეიზი არის გაკეთდა ეს ჩვენი კერძი და ეხა შენ ობიექტურად და სუბიექტურად და როგორც არის მოკლედ სუბიექტურად არა ობიექტურად შეაფასებ როგორი გამოვიდა ეხლა მე საერთოდ ეხლა დედაშენსაც რო კითხო და ათოსაც რო კითხო და ვისაც გინდა კითხო ვინც მე ბავშვობიდან მიცნობს მე ვარ აი უჭმელი ბავშვი რაც მე ბავშვობაში თეფში მაქვს ნაყვინთავები იმიტომ რომ დედაჩემი მივყავდა ისტერიკამდე სულ 2-3-4 მაქსიმუმ 5 საჭმელს ვჭამდი რა და ისაც აი ცოტას რა
უჭმელი ვიყავი და ეხლაც დაჟე ეხლაც ეგრე ვარ რა და მე ეხლა ამ საჭმელს რო გავსინჯავ შევაფასებ ობიექტურად ანუ თუ გადავყლაპე საჭმელი ესე იგი მომეწონა და თუ არ გადავყლაპე ესე იგი არ მომეწონა იმედია გადაყლაპავს რატომღაც ეხლა რო უყურებ იმდენად მიმზიდველად გამოიყურება რომ აი დარწმუნებული ვარ მომეწონება რა. მოდი მაშინ ამ ჭიქით აი ამ შენ შრომას გავუმარჯოს, რაც გააკეთე. ეხლა მე და კახას შრომასაც რა თქმა უნდა ეგ არ უნდა გამოგჩეს. რამდენი საათია უყურებ, კაუჩი როგორ იწვალე და როგორ გააკეთე და აი უმადურობა იქნება რომ ეს რო არ შეფასდეს ისე როგორც არის. მოდი ოკეი. შენ შრომას გავუმარჯოს. გავუმარჯოს. კახას შრომასაც რა თქმა უნდა. და მივაყო. მე გასინჯავს. აბა ვნახოთ, ყველაფერი აიღე ჩედართან ერთად და ეს ლაიმიც მოასხი. ესე. აიცა ჯემაიც არის. ლიმონი? ხო. ცოტა ეს. ოპა. მე ვიტყოდი რომ ცუდი არ არის, მაგრამ კიდე ერთხელ გეუბნები რაღაცა აკლია. ოღონდ არ ვიცი რა. მაგარიატო. არ არის მაგარი, რაღაცა აკლია. დედასპიცა მე მაგრად მომეწონატო. ნახე? მართლა მაგრა მომეწონა. პროსტა მე როგორც ახლა ქართველი პურით მევასება ყველაფრის ჭამა, მაგრამ დაჟე ამითაც მომეწონა. მინე თონის პური მოვიტანო? ესე იგი, სმეტანის უნდა მივაყოლოთ, ხო? სმეტანის და ლიმონის, ხო? მოდი მოასხი. აბა ახლა ესე გავსინჯოთ. მიდე. თონის პურს მოვიტან. მუდაატო. так, ეხ გავსინჯოთ თონის პურით. ანუ რა თინასი რაღაცა დამკრავს არა? თინას ხელის. так, ეს ჩვენი ლაიმიც. მაგარია რა. ბიჭო, მე რაღაცა მაკლია. მაგრამ ვერ ვწდები რა. შეიძლება ფული გაკლია თორე, მეტი რა გაკლია რო. კაროჩე, ჩემ მომდევნო კულინარიულ გასვლას გაუმარჯოს, რომელიც იქნება ავსტრიაში და გერმანიაში. მართალია იქ მე არ მომამზადებ, თუმცა დავაგემოვნებ თუ როგორ კერძებს აკეთებენ. კაროჩე, მოკლედ, უფრო სწორედ. ჩუს და ავსტრიულად კარგად არ ვიცი როგორ არის, მაგრამ მოკლედ შემდეგ გასვლამდე რა. გერმანიაში დავსწრაში კარგად არის ჩუ. ჩუს ორივედან? ჩუს მაშინ.